დღეს 15 თებერვალია, თქვენ უყურებთ კურიერი PS სანდრო კაჭახიძესთან და ავთოგვასალიასთან ერთად საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გადატვირთული გზები და მრავალსაათიანი საცობები, პრობლემა, რომელიც ყოველდღე ათასობით ადამიანს უქმნის დისკომფორტს, შესაძლოა წარსულში დარჩეს. საქართველოში 6 წელზე მეტიწლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, მიზანი ერთია: გზებზე ნაკლები ძველი ავტომობილი, ნაკლები საცობები, ნაკლები გამონაბოლქვი და უფრო სუფთა ჰაერი მოქალაქეებისთვის. ოფიციალური მონაცემებით, თუ 2012 წელს საქართველოში 864,000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს ეს რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს, რაც ნიშნავს მეტ ქაოსს და მეტ ეკოლოგიურ რისკს. რაც შეცვლის ახალი რეგულაცია პრაქტიკაში და რამდენად რეალურია საგზაო მოძრაობის განტვირთვა. იზი ბურნაძის რეპორტაჟი. როდესაც ავტომობილებისა და მოსახლეობის რაოდენობა ერთმანეთს უტოლდება, ცვლილებები არა არჩევანი, არამედ აუცილებლობა. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ახალ გადაწყვეტილებას იღებს და ძველი მანქანების იმპორტს ხვეთს. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოძველებული ავტოპარკის განახლება და კომფორტული გადაადგილება. მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას ამ არგუმენტებით ამყარებს. ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი, ასე ვთქვათ, წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება ქვეყანაში უკვე შემოყვანილ ავტომობილებს არ ეხება. შეზღუდვა მხოლოდ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე გავრცელდება. გარდა წლოვანებისა, იმპორტირებული ავტომობილი ევრო 5 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ახალი რეგულაცია არ ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც ავტომობილი უკვე შეძენილი აქვს და ტრანზიტისთვის ემზადებიან. რეგულაციები არც რეექსპორტზე გავრცელდება და არც ელექტრომობილებზე. კანონპროექტზე გარემოს დაცვის უწყება მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშავა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ავტოპარკის განახლება წარმოადგენს. 4 მილიონამდე ავტომობილი მოძრაობს ქვეყანაში, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, გზებზე გადატვირთვას, ავტოსაგზაო შემთხვევებს და იცით, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავეა სამწუხაროდ გზებზე ავარიების, გარდაცვალების, დაშავების მაჩვენებლის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ამის მთავარი მიზეზი სწორედ გაზრდილი მობილობაც არის. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გაახალგაზრდდება ჩვენი ავტოპარკი, გარდა ამისა, რაოდენობრივადაც ისეთი სწრაფი ტემპით და აღარ უნდა გაგრძელდეს ავტომობილების რაოდენობის ქვეყანაში, როგორც აქამდე იყო, რაც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ განტვირთავს გზებზე საცობებს და იმ ავტოსაგზაო, ასე ვთქვათ, სირთულეებს, რაც ხდება ყოველდღიურად და მეორეს მხრივ იქნება, ასე ვთქვათ, ჯანსაღი გარემო. მხოლოდ გასულ წელს საქართველოში 146,000-ზე მეტი მანქანა შემოვიდა. 2024 წლის მონაცემებთან შედარებით ეს 25%-იანი ზრდა. ყოველწლიურად მზარდი მონაცემები კი მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას ნიშნავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ეკოლოგიური პრობლემები ბოლო პერიოდში სკვერებშიც კი შეინიშნება. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვი. განსაკუთრებით ეს არის რელევანტური დიდი ქალაქებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ იქ მანქანების კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია, ანუ გადაადგილების სიხშირეც მაღალია და აქედან გამომდინარე დაბინძურების მასშტაბიც ჰაერის სწორედ სატრანსპორტო სექტორზე მოდის. დაახლოებით 13 ლოკაციაზე ვაკვირდებით აი ამ მავნე ნივთიერებებს და 11-ზე ძირითადად დილის და საღამოს საათებში განსაკუთრებით გვაქვს მნიშვნელოვანი გადაჭარბებები. აი გასულ წლებში მაგალითად ისეთ ადგილებში, სადაც გამწვანებული სივრცე იყო, არ გქონდა გადაჭარბება. ეხლა უკვე ეს პრობლემას დადგა დღის წესრიგში.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ მედიკოსებიც. ამბობენ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით ბავშვებსა და რისკ ჯგუფებზე აისახება. დაბინძურებული ჰაერი კი სიმსივნეს, დიაბეტს, გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 7000 სიკვდილის შემთხვევა გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებებით, სიმსივნეებით, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული პნევმონიებით, მათ შორის ბავშვებში, სწორედ არის დაკავშირებული ჰაერის მავნე ზეგავლენასთან, დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენასთან მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მოწყვლადი ჯგუფებისათვის გახლავთ განსაკუთრებით მავნე ეს ზემოქმედება და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ეხება ბავშვებს, ორსულ ქალებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომელთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს ჰაერის დაბინძურება. ინიციატივა უკვე პარლამენტშია, ჯერ ახლა დეპუტატებზეა. უახლოეს პერიოდში ცვლილებების განხილვა დაიწყება. ქვეყნის პირველი კანონმდებელი რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მთავარი დაბინძურების წყარო დღეს გახლავთ სწორედ ძველი ავტომანქანები. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ეტაპობრივი განახლება ავტოპარკისა. რა თქმა უნდა, ის მანქანები, რომელიც დღეს საქართველოში ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაში არის, 6 წელზე მეტი არის, ის არცაც არ მიდის და არავინ არ უგრძალავს. მთავარი ჩვენი მამოძრავებელი არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, ბავშვების ჯანმრთელობა და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. კანონპროექტი კანონად დეპუტატების მწვანე ღილაკმა უნდა აქციოს. ახალი რეგულაციები კი ძალაში 1 აპრილიდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები ქვეყანაში ვეღარ შემოვა. ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა ჯერ ინიციატივაა და პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა უკვე ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც ქალაქში მეორადი საბურავების და ჯართად ქცეული მანქანების განთავსებას აწესრიგებს. წლებია ძველი საბურავები და ჯართი ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ადგილში ინახება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს და ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის. ვულკანიზაციებიც ხშირად პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსების ძირში ფუნქციონირებდა, სადაც ასობით მეორადი საბურავი იყო შენახული. ასეთ პირობებში კი ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია სერიოზული საფრთხისთვის, განსაკუთრებით იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ახლა ეს ყველაფერი მკაცრ წესებს დაექვემდებარება. მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების შენახვა და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით იქნება შესაძლებელი. მარიკა გოცირიძის რეპორტაჟი. აქ ვულკანიზაცია იყო, ხო? იყო დედა. დიდი ხანია აღარ არის? მადლობ ორი თვე. 2 თვის წინ ამ თონის ნაცვლად იყო ვულკანიზაცია, სადაც მეორეულ საბურავებსაც ყიდდნენ, ძრავის ზეთებსაც და მძღოლებს კიდევ არაერთ სერვისს თავაზობდნენ. ასე იყო და აღარ არის თბილისის დასახლებულ ზონებში ბევრი მსგავსი ობიექტი. მიზეზი ჯერ კიდევ 2020 წელს დამტკიცებული და 2026 წლის იანვრიდან ამოქმედებული კანონია, რომელიც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება რეალიზაციას არეგულირებს. გაამართლა თუ არა უკვე ამოქმედებულმა შეზღუდვამ, ჯერ დასკვნის გაკეთება ნაადრევია, თუმცა ქალაქის იერსახეს ცვლილება უკვე დაიწყო, განსაკუთრებით იმ ტერიტორიას, რომელიც მუნიციპალიტეტში ყველაზე პრობლემურ ზონად ითვლებოდა. აგლაძის ქუჩაზე დაახლოებით 2 თვის წინ ესე თავისუფლად გავლა იყო შეუძლებელი. დღეს კი აი ასე გამოიყურება მთელს სიგრძეზე დაშვებულია ჟალუზები. არადა ეს ტერიტორია დედაქალაქის მოსახლეობას ახსოვს მეორეული საბურავების, მანქანის სხვა ნაწილების და სამშენებლო მასალების აქტიური და უწესრიგო ვაჭრობით. წლების განმავლობაში ამ კორპუსის მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა. მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზის ყველაზე მეტი ზარი ამ მისამართიდან შედიოდა.
ხშირად მოგმართავდნენ როგორც წერილობითი ფორმით, ისეც ხელი ხაზის მეშვეობით. აგლაძის ქუჩაზე და ზოგადად ელიავას მიმდებარედ საკმაოდ ბევრი იყო ამტვერებადი მასალის განთავსება რეალიზაციის ფაქტი, რომელიც დღეის მდგომარეობით აღნიშნული სრულად აღმოფხვრილია და ხედავთ, რომ 90% დაკეტილია და დაემორჩილა რეგულაციებს, რომელ მაღაზიასაც თქვენ ხედავთ დღეს ფუნქციონირებს, ეს არის დაშვებული ამ ზონისთვის და შესაბამისად სრულად აკმაყოფილებს ამ რეგულაციებს. რეგულაცია ითვალისწინებს მეორეული საბურავების, ჯართის, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება რეალიზაციის აკრძალვას საცხოვრებელ, რეკრეაციულ და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ზონებში. მათი განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამრეწველო და საზოგადოებრივ საქმიან ზონებში. ზონების განსაზღვრა კი ამ რუკით ხდება. ეს არის ინტერაქტიული რუკა, უკვე დაფერილია შესაბამისი ფერებით, სხვადასხვა ფუნქციური ზონები. პირველ რიგში გადამოწმება ხდება საკადასტრო მონაცემებით, რომელ ფუნქციურ ზონას მიეკუთვნება ტერიტორია და შესაბამისად რამდენად არის დასაშვები ამ ფუნქციურ ზონაში რეგულაციის შესაბამისად აღნიშნული საქმიანობა. რეგულაციები მოქმედებს ბიზნესისთვის დასაშვებ ზონებშიც. მასალის განთავსება უნდა მოხდეს დახურულ სივრცეში და არ უნდა მოხდეს მათი შეხება ღია გრუნტთან. დამრღვევებისთვის განსაზღვრულია სოლიდური ჯარიმა. დაგვევალა მუნიციპალიტეტს, რომ შეგვემუშავებინა წესი და პირობები, როგორ უნდა მოხდარიყო აღნიშნული კანონის აღსრულება. ფინანსური საქციების კუთხით, რომ ფიზიკური პირები და შეიძლება იყოს იურიდიული პირი, ფიზიკური პირების შემთხვევაში თუ აკრძალულ ზონაში ახორციელებს საქმიანობას 2500 ლარია ჯარიმა, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში 5000 ლარია ჯარიმა თუ აკრძალულ ზონაში საქმიანობს, თუ დასაშვებ ზონაში საქმიანობს და არ ღვევს რეგულაციით განსაზღვრულ წესებს და პირობებს ამ შემთხვევაში 1000 ლარი არის ფიზიკურ პირზე ჯარიმა და 2500 ლარი არის იურიდიულ პირზე. განმეორებულ შემთხვევაში ორმაგდებაც. კანონის აღსრულებამდე საკმაოდ ხანგრძლივი 5 წლიანი მოსამზადებელი პერიოდი დაწესდა. თბილისის საკრებულოს დადგენილება 2020 წლით თარიღდება. შემდეგ იყო ბიზნესთან კონსულტაციების პერიოდი, რამდენიმე გადავადება და არაერთი გაფრთხილება და ბოლოს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აღსრულება დაიწყო. გარკვეული მოლოდინი კიდევ არსებობდა ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მხრიდან, რომ რახან ორჯერ და სამჯერ მოხდა ამის გადავადება, კიდევ მოხდება გადავადება და რამდენიმე წერილით მოგმართეს კიდევაც. მაგრამ ამის გადავადება მუნიციპალიტეტს ფიზიკურად აღარ შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად შევიდა ამ ბიზნესში მომუშავე ადამიანების მდგომარეობაში, მოხდა ამ ვადის რამდენჯერმე გადაწევა, რომ ეს დადგენილება შესულიყო ძალაში და საბოლოოდად განისაზღვრა 2026 წლის იანვრის თვე. 2020 წლიდან 2026 წლის იანვრის თვემდე 5 წელზე მეტი დროა გასული და გონიულზე მეტი ვადა ჰქონდათ ამ ადამიანებს მიცემული იმისათვის, რომ თავიანთი სამუშაო გარემო მოეწესრიგებინათ. რეგულაცია ამოქმედებულია, აღსრულება დაწყებული. ეს ყველაფერი იმ მიზნით ხდება, რომ ატმოსფერულ ჰაერში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი იმ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საწვავზე მედიკამენტებსა და სურსათზე მაღალი ფასები კვლავ გამოწვევად რჩება. სწორედ ამ სამ მიმართულებაზე მოდის ოჯახების ყოველდღიური დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ნებისმიერი გაძვირება პირდაპირ აისახება მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ხელისუფლება ფასების შემცირების გზების მოსაძებნად ბიზნესთან თანამშრომლობას აძლიერებს, პროცესში კი პარლამენტიც ჩაერთო. დროებითი საპარლამენტო კომისია სწავლობს რა განაპირობებს ფასების ზრდას და არის თუ არა კონკურენცია სრულფასოვნად უზრუნველყოფილი. ყურადღება გამახვილებულია ფას წარმოქმნის მთელ ჯაჭვზე, წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე. იგეგმება პრობლემების სისტემური ანალიზი და იმ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც კონკრეტული გარემოს გაძლიერებას და ფასების დაბალანსებას უწყობს ხელს. ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი. სურსათი, მედიკამენტები, საწვავი, ეს ის პროდუქტებია, რომელთა მაღალი ფასით საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევაა. მოქალაქეების პრობლემის გადაჭრა პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად პრობლემის შესწავლით, ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნით დაიწყო. რა იწვევს საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების სიძვირეს? საკითხს სწავლობს და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს სპეციალური საპარლამენტო კომისიაც. საკანონმდებლო ორგანოში 2 სხდომა უკვე ჩატარდა.
პირველ სხდომაზე კანონმდებლებმა რძის, კვერცხისა და ხორცს პროდუქტების მწარმოებლებს მოусმინეს. დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად ბიზნესმენებმა ისაუბრეს იმ ფაქტორებზეც, რაც ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასს განსაზღვრავს. ასევე ფასს წარმოქმნის ჯაჭვზე და იმ სხვაობაზე, რომლის გადახდაც მომხმარებლებს პროდუქციის დამზადებიდან დახლამდე მიტანაში უწევთ. წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ეგრეთ წოდებული cashback-ი, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. ფასის 45% არის თვითღირებულება და 36-37% არის cashback. პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის. პირველი სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებით საპარლამენტო კომისიის პარალელურად საერთაშორისო კომპანიაც დაინტერესდება. ინიციატივას დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. ტენდერის მეშვეობით შერჩეული კომპანია საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორს, ბიზნეს პროცესებს და არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. საქართველოს ბაზარს შეადარებს სხვა ქვეყნების ბაზრის სტრუქტურას და საკუთარ რეკომენდაციებსაც გასცემს. ძალიან საინტერესო იქნება მათი დასკვნა, ბაზრის შესწავლა და ეს არ იქნება ალბათ მარტო საქართველოს ბაზრის შესწავლა, ჩვენც ამ მეზობლუშიც საინტერესოა რა მდგომარეობა, ისინი როგორ იცავენ თავიანთ ბაზარს, რა რეგულაციები მოქმედებს. უნდა მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება რა თქმა უნდა რეგულაციები და ამ ბაზრის გაჯასახების მიზნით და ფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. კანონმდებლების კითხვები და მიზნები არც მეორე სხდომაზე შეცვლილა. პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეხვედრა სხვადასხვა პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებთან უკვე გამართა. დისკუსიის მთავარი თემა კვლავ ამა თუ იმ პროდუქტზე ფასს წარმოქმნის ჯაჭვის განხილვა იყო. გაირკვა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული პროდუქტის დახლზე განთავსების პირობებია. ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება ფასები, ჩვენი წარმოების პროცესისგან დამოუკიდებლად ბაზარი განაპირობებს ფასებს. ქსელს არ აქვს არანაირი мотиваცია დღესდღეობით მქონდეს არანაირი წახალისების მექანიზმი არ არის დღესდღეობით რომ მქონდეს ქართული პროდუქტი. ხუთი პრობლემა, რაც სასურსათო ფასების გაძვირებას იწვევს. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ კურიერი პიესთან კომისიის მიერ ჩატარებული ორი სხდომა შეაჯამა. შოთა ბერეკაშვილის განმარტებით პრობლემების იდენტიფიცირება ამ პრობლემების შემსწავლელ გუნდს სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება, რაც თავის მხრივ ეფექტური მექანიზმების დანერგვას შეუწყობს ხელს. წარმოებლები დიდწილად დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულს. მეორე ეტაპზე, როდესაც გადავდივართ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მიხდით გაყიდვებისთვის მაღაზიაში შესვლის საფასურს, დახლის საფასურს, შემდეგ ეგრეთ წოდებული cashback-ი ახსენეს და აღნიშნული გადასახადები დამატებით ღირებულება დაწყება პროდუქტს და საბოლოო ჯამში ის ძვირდება ამ ჯაჭვში. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი. სუპერმარკეტებს უფრო მეტი ძალაუფლება გააჩნიათ და ისინი თავიანთ პირობებს კარნახავენ. ასევე მნიშვნელოვანი ორი პრობლემა დავინახეთ კიდევ, წარმოებლები ნაშთებს როგორ მართავენ. რიგ შემთხვევაში განსაკუთრებით ძეხვის და ხორცის პროდუქციების წარმოებაში აღმოჩნდა, რომ სადღაც 5-6% არის დანაკარგი, რომლის ოპტიმიზაციის შემთხვევაში ფასზე აისახება კლებისკენ. წარმოებლების დიდი ნაწილი გამოთქვეს უყოფილება, რომ სამუშაო კაპიტალი არ ყოფნით და გადახდის პირობები არის ძელვადიანი. პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ იმ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების კორექციას და გაზრდის ბიზნეს კონკურენციას. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტული შედეგის მოლოდინშია. ჩვენი მიზანია, რომ ეს თითოეული რგოლი შევაფასოთ, პრობლემები მეორე რგოლშიდაც ნახოთ რა არის იმპორტიორებს და დისტრიბუტორების შემთხვევაში და ასევე რა არის სუპერმარკეტების შემთხვევაში. პრობლემის იდენტიფიცირება, სწორი იდენტიფიცირება მოგვცემს საშუალებას, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ, სწორი ანალიტიკა ვიხმაროთ და შესაბამისად სწორი მექანიზმები ავამოქმედოთ, რის შედეგადაც ბიზნესი იმუშავებს უფრო ეფექტურად, კონკურენცია იქნება უფრო ჯანსაღი, სექტორი გაჯანსაღდება და შედეგობრივად მივიღებთ იმას, რომ კორექცია იქნება არა ერთ პროდუქტზე კლებისკენ, არამედ სისტემურად. პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომები გაგრძელდება. ადგილობრივ მეწარმეებთან კიდევ ერთი შეხვედრა კომისიის ფორმატში მომდევნო კვირაშიც გაიმართება.
ნეონაცისტების კვალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში. როგორ მოქმედებდა მოძალადეების დაჯგუფება, ახალი მტკიცებულებები, ახალი ეპიზოდები და ახალი მოწმეები. რეპორტაჟი რამდენიმე წუთში. სოფლიო პოლიტიკის ახალი მოცემულობა ევროპატონს ცვლის და მოსკოვთან დიალოგზე გადადის. დღის წესრიგში შემოდის პრაგმატიზმი, რაც გუშინ წითელი ხაზი იყო, დღეს უკვე მოლაპარაკებების თემად იქცა. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ლატვია, ესტონეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთთან პირდაპირ კომუნიკაციის აუცილებლობაზე. უსაფრთხოების ახალი წესრიგი კი მოსკოვის მონაწილეობის გარეშე აღარ განიხილება. საფრანგეთი რუსეთს მეზობელსაც კი უწოდებს. თუმცა აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას სვამს. რატომ არის პრაგმატული პოლიტიკა მისაღები დიდი ევროპული სახელმწიფოებისთვის და მიუღებელი საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს პირდაპირ ესაზღვრება და რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ლუკა ჩანგელია გვეტყვის არის თუ არა ეს ერთსა და იმავე რეალობაში განსხვავებული სტანდარტი. ლუკა, საღამომშვიდობისა. ავტოსანდრო, საღამომშვიდობის. მნიშვნელოვანი არის ამ კონტექსტში საუბრის დროს იმ ფაქტის გახსენება, რომ საქართველოს დღემდე არ აქვს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკის გამო, როგორც მართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, ხშირად ხდება ოფიციალური თბილისი კრიტიკის ობიექტი. ახლა ისმება ასეთი კითხვა, მათ შორის საერთაშორისო მედიის მხრიდან და ექსპერტების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხს სწავლობენ. საფრანგეთის, მათ შორის გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების შეცვლილი ტონი რა შეიძლება გამოიწვია და მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ რეალურად კოლექტიური აზროვნების პერიოდი მსოფლიოში დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პოლიტიკამ სახელმწიფოები აიძულა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავადვე იფიქრონ. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კი შესაძლებელია რუსეთთან საუბარი, თუმცა წაიღებს თუ არა ახლა ამ სახელმწიფოთა რიგი ლიდერები იმ ტონს, რაც მაგალითად საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ, ეს არის ოფიციალური თბილისის კითხვა, რომელიც ახლა სამთავრობო გუნდში ისმება. ყველას აინტერესებს, აღიარებს თუ არა ევროკავშირი და ევრობიუროკრატია იმას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის გამოვლინება იყო. 2023 წლის 19 მაისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან გამოფრენილი ავიახომალდი ეშვება. 4 წლიანი პაუზა სრულდება. ბორტზე 70-მდე მგზავრია, მათ შორის ის ქართველები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას წლების განმავლობაში ელოდნენ. ხომალდიდან გადმოსულ ემიგრანტებს კი აგრესიული შეძახილებით ხვდებიან. ამ სიძულვილის კორიდორს სათავეში უდგას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია. რუსული ელიტარული დიპლომის მფლობელი ოკუპანტთან პირდაპირ ფრენებს, პარტია დროას ლიდერის სტატუსით აპროტესტებს და ქართულ პოლიციას თავს ესხმის. კიდე ერთი ილუსტრაცია არის ქართული პოლიციის, რომელსაც მიღებული აქვს დავალება, რომ კომფორტი შეუქმნას რუსებს. მაშინ ქართული პოლიცია წესრიგის დასამყარებლად, ოპოზიცია კი სავარაუდოდ სწორედ კომფორტისთვის ზრუნავდა, ოღონდ არა ემიგრანტების, არამედ ბრიუსელისთვის. ოპოზიციონერების ნარატივი ერთ-ერთში ემთხვეოდა ევროპული ბიუროკრატიის დღის წესრიგს. ევროპელი ჩინოვნიკებიც ხოშტარიასა და მისი მეგობრების მსგავსად ფრენების შეჩერებასა და სანქციების დაწესებას ერთი მეორეს მიყოლებით საჯაროდ ითხოვდნენ. რუსეთთან ფრენების აღდგენამ ძირი გამოუთხარა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. როცა გავიგე, რომ ფრენები რუსეთთან აღდგა, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ირჩევთ ან ერთ გზას, ან მეორეს. ერთ გზას მიხავხართ ევროპული თანამეგობრობისკენ, მეორე გაახლოებთ რუსეთთან. დროსთან ერთად იცვლება რიტორიკა. ევრობიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა ახალ რეალობას შობს. 2023-ის რიტორიკა ახალმა პოლიტიკურმა ტალღამ ქვიშაზე ნაწერივით გადაშალა. მივახციოთ ხანგრძლივ ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელ რუსეთთან. რუსეთი არის ევროპული ქვეყანა. ფიქრობ, სასარგებლო იქნება ვლადიმერ პუტინთან საუბრის განახლება. დროა ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. ბრიუსელში არც კი უცდიათ ქართველებისთვის აიხსნათ, რატომ მოუწოდებდნენ თბილის 2023-ში ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, მაშინ როდესაც თავად ფარულად ვაჭრობ, ნავთობს იღებ და ღვინოს ყიდი. 3 წელიწადში კი საჯაროდაც აღიარებ, რომ თურმე რუსეთთან ურთიერთობების დალაგების დროა. საჭიროა რუსეთთან საუბარი, პირდაპირი დიალოგი. 2 წლის წინ ისეთ პოზიციაში ვიყავით, როდესაც აგრესორებთან არ ვსაუბრობდით, ახლა კი გვაშფოთებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ვართ. სანამ ეგრეთ წოდებული პროევროპელები ქუჩაში პარდაქტივის გამოყვანით იყვნენ დაკავებულნი, არავინ კითხულობდა, ვინ გადაიხდიდა ამ პროპაგანდისტული ომის საფასურს. წინ საქართველო წინ.
იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მყოფი მოქალაქეები სანქციებს ითხოვდნენ, თუმცა მათთვის პატრიოტული ლირიკის მიღმა არსებული რეალობა, რაც მოთხოვნის შესრულებას მოჰყვებოდა, პროტესტის იდეოლოგებს არ აუხსნიათ. უწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება. ორმაგი სტანდარტით უკვე ევროკავშირის შიგნითაც შეწუხდნენ. დღეს იქ სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტის სტიგმატიზაციაზე. გამოვლინდა ისიც, რომ ბრიუსელის გეგმა ხშირად მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: ევროპის კონტინენტზე ცეცხლის რკალი სხვისი ხელით და სხვისი მშვიდობის ხარჯზე გაფართოებულიყო. ბრიუსელში გამეფებულია ომის ფანატიზმი. ევროპელები თავიდანვე განიხილავდნენ ამ ომს, ისე თითქოს ეს მათი ომი იყო. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ერთდროს ომის მომხრეები დღეს უკვე მოსკოვთან მოლაპარაკების გზებს ეძებენ, მაგრამ ჩნდება კითხვა: შეძლებს თუ არა ბრიუსელი საქართველოს არა დამხმარე ჭანჭიკად, არამედ თანასწორად აღიაროს და თბილისთან კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს. გასაგები აქაც არის ორმაგი სტანდარტები, რასაც ავლენს ევროპული ბიუროკრატია, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირ დიალოგი იმ საბაბით, რომ ჭყალებში საქართველოს არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა. ხო, ხედავთ სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირ დიალოგის აღდგენას. ვიდრე ბრიუსელში მოსკოვთან ახალი ფურცლის გადაშლის აუცილებლობაზე მიანიშნებენ, ქართველი აქტივისტები კვლავ ძველ პოსტერებს აფერადებენ. თუმცა მათ, ვინც კვლავ ენჯეოკრატიის ეშხშია, პარლამენტიდან ახსენებენ, დრო შეიცვალა. გარეთ უკვე 2026 წელია. რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რაც არის რეალობა და ასაც ემალება დღემდე ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი. ერთი ნაწილი უშუალოდ ჩართული არის და არის შემოქმედი ამ კრიზისისა, რომელშიც მათ შეიყვანეს ევროკავშირი. კერძოდ იმისა, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტი აქციეს ზეწოლის მავნე პოლიტიკური დღისწესრიგის გატარების არასებული იდეოლოგიების და გამოგონილი იდეოლოგიების თავსმოხვევის ინსტრუმენტად. დღეს დღევანდელი ევროკავშირი, დღევანდელი ბრიუსელის ხელში აცდენილია ყველაფრისგან, რასაც კი შეიძლება ევროპასთან დავაკავშიროთ. ევროპულ კავშირში დღეს მხოლოდ სახელადღა არის დარჩენილი ევროპა. პოლიტიკა იცვლება, ნარატივები ცვდება, კადრები კი რჩება. უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე, ათასობით მსხვერპლის ფონზე კიევი ისევ ევროატლანტიკური სივრცის მიღმა. დასავლეთი კი, რომელიც უკრაინას ბრძოლის სანაცვლოდ ყველაფერს პირდებოდა, დღეს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას აანონსებს. სწორედ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გაიმართა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, ფორუმი, სადაც დასავლეთისა და მისი პარტნიორების უსაფრთხოების სხედვები ყოველწლიურად იყრის თავს. უცვლელი მისამართით ისტორიულმა სასტუმრო ბაიერიშერჰოფმა უკვე 62-ე უმასპინძლა უსაფრთხოების ყველაზე გავლენიან ფორუმს, რომლის წლევანდელი გზავნილი მგრევის პროცესში პირდაპირ მიუთითებს იმ კრიზისულ რეალობაზე, რომელშიც წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი აღმოჩნდა. კონფერენციაზე, სადაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, უკრაინის ომი და ძალთა ახალი ბალანსი მთავარი თემები იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა. მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენში სიტყვით გამოვიდა და პარტნიორებთან შეხვედრებიც გამართა. საუბრის მთავარი თემები უსაფრთხოება და რეგიონული კავშირები იყო. ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თუ შევხედავთ დაკავშირებადობის საკითხს, დავინახავთ იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მივხვდებით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ პროცესში მეზობლებთან აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად მუშაობთ. რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ახალ აქტუალობას ძენს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირებული ურთიერთობაც. საქართველო კი არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შეცვლილი ვითარების პირობებში. საქართველოზე გამავალი გზა არის ევროპის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მუდმივად ვითარდება. ეს ჩანს მაჩვენებლებშიც. ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს. რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა. ის რომ ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთს აქვს ოკუპირებული 20 რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ამის ფონზე კი ძალიან ამაყები ვართ, რომ 16 შეთანხმება გვაქვს თავის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოებთან. უნდა ითქვას, რომ საქართველო ღიაა ახალი პროექტებისთვის, მით უმეტეს, რომ ევროკავშირიც უყურებს სხვადასხვა მიმართულებით შავ ზღვას. ჩვენი პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუმინეთთან და ბულგარეთთან. შავი ზღვის კაბელი, ისევე როგორც აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვართ გზა, რომელიც რეგიონებს აკავშირებს. როგორ იცვლება მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა? სწორედ ამ კითხვაზე პასუხისძიება იყო მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო ლიდერების მთავარი მიზანი. ფორუმის ყურადღების ცენტრში იყო უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა და ის, თუ როგორ უნდა მოერგოს დასავლეთის უსაფრთხოების სისტემა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. ნათია ჩეხერიასთან ერთად ვაგრძელებთ აი ამ თემაზე საუბარს. ნათია, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობის, ნათია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პერიოდს, დროს, როდესაც ეს კონფერენცია გაიმართა, გულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, ასევე დაძაბულ ურთიერთობას ევროპასა და ამერიკას შორის. გითხარი, რაზე ისაუბრეს რიგით 62-ე კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებმა? ახლა მსოფლიოს ყურადღება არის მიუნხენისკენ მიმართული, იქ სადაც ქვეყნების ლიდერები მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე საუბრობენ. კონფერენციის დევიზიდან გამომდინარე უკვე გასაგებია, რა თემაზე ისაუბრეს მას გრევის პროცესში. ეს არის 2026 წლის კონფერენციის დევიზი, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ძველი მსოფლიო დღის წესრიგი უნდა დაინგრეს და უნდა აშენდეს ახალი. თუმცა საინტერესოა, ვინ აშენებს და ვინ არის მშენებელი. ზუსტად აი ამ თემაზე საუბრობდნენ 3 დღის განმავლობაში ლიდერები. არის ეს ამერიკა, ევროპა თუ ორივე ერთად. ტრანსატლანტიკურ ალიანსში ახლა ერთობის პრობლემებია, ამას თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი ადასტურებს და აღიარებს. აი ამ დაპირისპირების ფონზე კონფერენციაზე ყველაზე მეტად ელოდებოდნენ ერთი პოლიტიკოსის გამოსვლას. ეს არის ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ყველას აინტერესებდა, იქნებოდა თუ არა ის ევროპის მიმართ ისეთივე მკაცრი, როგორც 1 წლის წინ იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ამავე კონფერენციაზე. რუბიოს სიტყვის შინაარსი ისეთივე მძიმე იყო, როგორც ჯეიდი ვენსის, თუმცა ტონი იყო შერბილებული. ნაკლებად ხისტი, ვიდრე წინა წელთან შედარებით, როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტმა ვენსმა ევროპა ძალიან მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ უსაფრთხოებისთვის ევროპის ქვეყნებში სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა უფრო დიდი მუქარა იყო, ვიდრე რუსეთის სამხედრო აგრესია. ტონი შეიძლება რბილი იყო მარკო რუბიოსი, თუმცა ამერიკის პოზიცია დიდად ნამდვილად არ შეცვლილა. რუბიო ამბობს, რომ განქორწინება ამერიკასა და ევროპას შორის ნამდვილად არ მოხდება, თუმცა როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დაძაბული ურთიერთობა აი ამ მხარეებს შორის, ამაზე მხარეებს აქვს სულ სხვადასხვა წარმოდგენა. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ აიღებს განახლებისა და აღდგენის პასუხისმგებლობას. მომავლის ხედვით, რომელიც იქნება ისეთივე საამაყო, სუვერენული და სიცოცხლით სავსე, როგორიც ჩვენი ცივილიზაციის წარსული იყო. და მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ ეს საქმე მარტო მათ შევასრულოთ, იმედია, რომ ამას ჩვენს მეგობრებთან, ევროპის ქვეყნებთან ერთად გავაკეთებთ. რადგან შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთი გზა გვაქვს, ტრანსატლანტიკური კავშირის დასასრულის მომასწავებელი სათაურების ეპოქაში, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ეს არც ჩვენი მიზანია და არც ჩვენი სურვილი. ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით. ჩვენ გვსურს ისეთი მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ თავის დაცვა, რათა არც ერთ მოწინააღმდეგეს არ გაუჩნდეს ცდუნება, ჩვენი კოლექტიური ძალა გამოცადოს. სწორედ ამიტომ არ გვინდა, რომ ჩვენი მოკავშირეები დანაშაულის გრძნობითა და სირცხვილით იყვნენ შებოჭილი. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კულტურითა და მემკვიდრეობით, რომლებსაც ესმით, რომ ჩვენ ვართ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცივილიზაციის მემკვიდრეები და ჩვენთან ერთად შეუძლიათ მისი დაცვა. ეს იყო მარკო რუბიოს განცხადება, ხო, გასაგებია ამერიკის პოზიცია, ახლა საინტერესოა ევროპელი ლიდერები რას ფიქრობენ აი ამ მთავარ ამბავზე, ვის უნდა კონდეს, ასე ვთქვათ, მთავარი როლი აი ამ ახალ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც ჩვენს თვალწინ იქნება ფაქტობრივად. სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარყო ჯერ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა სუსტდება და დეგრადაციას განიცდის, თუმცა არ უარყო ის, რომ დღეს ევროპა აღარ არის ანგარიშგასაწევი გეოპოლიტიკური ძალა. ამასთან ერთად კონტინენტის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები უშუალოდ უნდა დაიწყოს ევროპამ, ეს არის ემანუელ მაკრონის პოზიცია.
My proposal today is to დროა ევროპა გეოპოლიტიკური ძალა გახდეს. ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა საჭიროა მისი დაჩქარება და გეოპოლიტიკური ძალის ყველა კომპონენტის მკაფიოდ ჩამოყალიბება და განხორციელება. თავდაცვის სფეროში, ტექნოლოგიებში, რათა გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები. თუ გინდა რომ ევროპის კონტინენტზე და მის ფარგლებს გარეთაც სერიოზულად აღგვიქვან, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი ურყევი მზადყოფნა და ვიცვათ საკუთარი ინტერესები. ეს რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით იწყება, მაგრამ ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს უსაფუძვლო ტარიფების მოგერიებით და ევროპულ ტერიტორიებზე უსაფუძვლო პრეტენზიებზე თავაზიანი, თუმცა მკაფიო უარით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ცივი ომის დროინდელი უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში, რომელიც აღარ არის ადაპტირებული ახალ რეალობაზე. ევროპელებმა უნდა ჩამოვაყალიბოთ რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესები ჩვენს რეგიონში, ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და გავლენა მათ განსახორციელებლად და ამავდროულად გავძლიერდეთ როგორც დემოკრატიები. ასეთი ევროპა იქნება კარგი მოკავშირე და პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის იქნება პარტნიორი, რომელიც თავის წილ პასუხისმგებლობას იკისრებს და რომელსაც პატივს სცემენ. ნამდვილი პარტნიორი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებებს. შეერთებულ შტატებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, რომელშიც ბოლო პერიოდში აღმოჩნდით, იძულებითი არ ყოფილა. ეს ჩვენი არჩევანი იყო, ჩვენი უმწიფრობა, ჩვენი პასუხისმგებლობაა. ახლა ამ ვითარებიდან გამოსვლის პროცესში ვართ და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს ნატოს მნიშვნელობის დაკნინებას. პირიქით, ჩვენი მიზანია ალიანსის ფარგლებში ძლიერი და თვითკმარი ევროპული კომპონენტის ჩამოყალიბება. ტრანსატლანტიკური პარტნიორობა აღარ არის ის, რაც შეგვიძლია მოცემულობად მივიღოთ. პარტნიორობას რომ კონდეს მომავალი, ჩვენი სახლებურად უნდა განვამტკიცოთ. ორივე მხარემ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ ევროპელებმა ვიცით, რამდენად ძვირფასია ის ნდობა, რომელსაც ნატო დაეფუძნა. სამი თაობის განმავლობაში მოკავშირეებს შორის ნდობამ, პარტნიორობამ და მეგობრობამ ნატო აქცია ყველა დროის უძლიერეს ალიანსად. ევროპამ სიღრმისეულად იცის, რამდენად ძვირფასია ეს. დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში შეერთებული შტატებიც კი ვერ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდეს. ამიტომ მოდით ერთად აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა. ევროპა შეასრულებს თავის წილ სამუშაოს. ნაცია ფორუმის ყურადღების ცენტრში ბუნებრივია აღმოჩნდა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების გზებიც. გერმანიაში იმყოფებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი, მან გამართა შეხვედრები ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. თუ არის რაიმე სიახლე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. და რა იყო ზელენსკის მთავარი სათქმელი, ასე ვთქვათ, ომის დაწყებიდან, აგერ უკვე მე-4 წელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უკვე მე-4 წელია საუბრობენ აი ამ კონფერენციაზე, არის რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინის ომი. ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა სიტყვით და მან გააკრიტიკა ამერიკა. თქვა, რომ ამერიკა უკრაინას თხოვს დათმობას მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ მსგავსად მკაცრი არ არის რუსეთით მისამართით. ზუსტად ამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაპატიჟა ზელენსკი მოკავშირე ევროპა, თუმცა მის მიმართაც კრიტიკული იყო და თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსული ტანკერები არა მხოლოდ უნდა დააკავეონ, არამედ მათი კონფისკაციაც უნდა მოახდინონ, როგორც ამას ამერიკა აკეთებს. ზელენსკის თქმით, ნავთობის ფულის გარეშე პუტინი ამ ომს ვერ დააფინანსებდა. ეს იყო მისი საბოლოო სიტყვა. მადლობა. ნათია მილხენის კონფერენციის შესახებ ნათია ჩეხერია საუბრობდა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში. ქართულ სანაპიროზე კი დღეს უკვე ნატოს სტანდარტით მომზადებული და ალიანსის მიერ სერტიფიცირებული ტაქტიკური ჯგუფი მუშაობს. საერთაშორისო საზღვაო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ ქართული სანაპირო დაცვის წევრები საკუთარ აკვატორიაში დაბრუნდნენ იმ გამოცდილებით, რომელიც მრავალეროვან გარემოში რეალურ ოპერაციულ პირობებში მიიღეს. ღია ზღვაში პარტნიორი ქვეყნების ეკიპაჟებთან ერთად მუშაობამ და მრავალეტაპიანი შეფასების წარმატებით გავლამ მათი შესაძლებლობები ახალ დონეზე აიყვანა. მიღებული სერტიფიცირება ადასტურებს, რომ ჯგუფი სრულად შეესაბამება ნატოს ოპერაციულ მოთხოვნებს. საქართველოს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩართვისა და ოპერაციული პარტნიორის სტატუსის მიღების შესაძლებლობა მიეცა, რაც საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის როლის გაძლიერებას ნიშნავს. ხათუნა გაგნიძის და ლუკა ჩადუნელის რეპორტაჟი. Motor vessel medial decrease your speed. ნატოს წვრთნებიდან დაბრუნების შემდეგ პირველად ზღვის მცველები აბორდაჟისთვის ემზადებიან. შავ ზღვაში საეჭვო ტანკერია შემჩნეული, რომელსაც საზღვაო სპეცრაზმი გადაამოწმებს. And stop engine. We are getting on board. გაქვს იარაღი, გაქვს განა. ლუკა
მიწილ წინააღმდეგობას. თავზე ხელი. გემი დაკავებულია. სამართალდარღვევის ფაქტი აღკვეთილია. ზღვის მცველების მიერ გამოვლენილ დანაშაულზე მოკვლევას შესაბამისი უწყებები დაიწყებენ. კურიერი პიესმა საზღვაო კონტროლის 1 დღე გადაიღო. ზღვის მცველები სულ რამდენიმე დღეა ხმელთაშუა ზღვიდან ნატოს მორიგის სერტიფიკატებით დაბრუნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონახსრულების ტაქტიკური ჯგუფი. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც საქართველოს საზღვაო უსაფრთხოება აბარიათ. მათთვის თურქეთში ნატოს ეგიდით ოპერაცია ზღვის მცველის კიდევ ერთი წვრთნა ჩატარდა. ტერორიზმისგან თავდაცვა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლა და უსაფრთხოება. ეს ოპერაციის მთავარი ამოცანაა. ზღვის მცველი ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვაა. საქართველო კი ნატოს არაწევრი ქვეყნების იმ სამეულშია, რომელსაც წვრთნაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ყავს ნატოს სტანდარტების შესაბამისი სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფი. საბერძნეთის შემდეგ თურქეთი მეორე სახელმწიფოა, რომელმაც მისი ხომალდები დაუთმო და განალაგა საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფი. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ზღვის მცველის ოპერაციული სტატუსი მიანიჭა იქიდან გამომდინარე, რომ აბორდაჟის ჯგუფმა 4 დონიანი სასწავლო პროცესი წარმატებით გაიარა. ბავშვობიდან ჩემი მიზანი და ოცნება იყო, რომ მემსახურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და გამეკეთებია ესეთი საქმე, რომელიც გამოადგებოდა ჩემს სამშობლოს. მთელი ჩემი კარიერა შემიძლია ვთქვა ღირს მარტო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გადაგვერჩინა. მიზანი მიღწეულია. მის ანგარიშზე არაერთი კანონდამრღვევი გემის დაკავებასთან ერთად ბევრი სიცოცხლის გადარჩენაც არის. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ყავს 12 კაციანი სერტიფიცირებული ჯგუფი. მონაწილეობენ ნატოს საზღვაო ოპერაცია ზღვის მცველში, ეს არის თითოეული მოსამსახურის დიდი პატივი, რადგან სტატუსი ზღვის მცველი მოპოვებული არის დიდი შრომის შედეგად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ეტაპობრივად აღჭურვილობის განვითარება, პირადი შემადგენლობის გადამზადება, რასაც ძალიან დიდი რესურსი არის ჩადებული და ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ჩვენი დეპარტამენტის მხრიდან. აბორდაჟის ჯგუფი თითქმის მთელ დროს ზღვაში ატარებს. ეს მათი რეალობაა. ასე იყო ნატოს ოპერაციაში წვრთნების დროსაც. ხმელეთისგან შორს, ხმელთაშუა ზღვაში 20 დღე იცხოვრეს. რა თქმა უნდა, თავისი რთულები გააჩნია ზღვას, ზღვაში ცხოვრება ზოგადად. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოცდილება, თითოეული გადადგმული ნაბიჯი ჩვენი შემდეგი სამსახურებო მოვალეობის შესრულებისათვის. ოპერაციის ფარგლებში დაგეგმილი სწავლება რაც იყო, ყველას გავართვით თავი ძალიან კარგად. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოს წარმოადგენს იმ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან პირველს, რომელმაც პარტნიორის სტატუსით მიიღო აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობა. დღეს ფოს და ბათუმს ყავს ჯგუფები, რომელიც ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად არიან იმ დავალების შესასრულებლად, რაც არის საჭირო შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის. ერთ-ერთი პერსპექტიული სამსახურია დღეს სანაპირო დაცვა საქართველოს მასშტაბით, სადაც შეუძლია კარიერული წინსვლა განახორციელოს ახალმა მოსულმა წევრმა. ახალი გამოცდილებით და ახალი შემართებით ნატოს ზღვის მცველები საკუთარ ცოდნას ახლა ახალ თაობას უზიარებენ. ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ავიღეთ საკუთარ თავზე, არის ქვეყნის სიყვარული და არის ადამიანების მიმართ სიყვარული. თითოეული ჩვენი მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ, როდესაც ვბრუნდებით ქვეყანაში, თითოეული ჩვენთაგანი უზიარებთ ჩვენს თანამშრომლებს და იმ ადამიანებს იმ პროფესიონალურ გამოცდილებას, რაც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენთაგანის მოქმედება და ის ცოდნა, რაც შევიძინეთ ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში ძალიან წაგვედგება. ჩვენი კამერა მეზღვაურად ნათლობასაც შეესწრო. სანაპირო დაცვის ახალი თანამშრომელი 23 წლის ლევანი ტრადიციას აზიარეს. შავ ზღვაში ბინადრობს ზვიგენისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს არის კატრანი და დღეიდან ლევანის სახელი, საზღვაო ნათლობის სახელი იქნება კატრანი. ამოვიღებთ ზღვიდან წყალს და ბატონი ლევანი ბოლომდე შესვამს ამ ფიალას პილოტსავთ. ჩვენს რიგებში წარმატებას გისურვებთ და მემსახურებით საქართველოს.
ყველაზე დაძაბული, ხმაურიანი, მოულოდნელობებით სავსე თამაში, სატელევიზიო ვერსია. რუსთავი 2-ზე ნიღბების ღამე იწყება. 9 მონაწილე, 9 ეპიზოდი და სუპერფინალი. ვინ იმალება ნიღბის მიღმა? გიგა ავალიანის მკვლელობა შესაძლოა კარგად ორგანიზებულ ნეონაცისტურ ქსელთან იყოს დაკავშირებული. საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობაში ბრალდებულებს ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებასთან აკავშირებს. გამოძიებამ ავალიანის საქმეზე დაკავებული მოზარდების მობილურ ტელეფონებში წაშლილი ფაილები აღადგინა. ჩანაწერები იმაზე მეტად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ვიდრე ამას საგამოძიებო ორგანო ელოდა. ირკვევა, რომ იგივე პირები მონაწილეობენ დიდ ღომში მომხდარ სერიულ თავდასხმებში, სადაც მოზარდების ერთი ჯგუფი სასტიკად უსწორდება მსხვერპლს. გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მშობლებმა ამ ჩანაწერებში საკუთარი შვილები ვერ აღმოაჩინეს. თუმცა ხმის და ასხეულის იდენტიფიცირებით დადასტურდა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ძალადობის მინიმუმ 4 ეპიზოდში. კადრები დეტალურად გაშიფრა კურიერი პიესმაც. აღმოვაჩინეთ არაერთი დამთხოვა და კავშირი დიდი დიღმის ძალადობრივ სცენებსა და იმ ნეონაცისტურ ქსელს შორის, რომლის 20-მდე წევრი სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დააკავეს. გავარკვიეთ ისიც, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის შემდეგ ნეონაცისტები სასტიკი თავდასხმის სამიზნე გახდა გიგა ავალიანის მოსწავლე, 16 წლის ბიჭი, რომელსაც სწორედ ფაშისტური ხელწერით გაუსწორდნენ. რა აქცევს მოზარდებს, მოძალადება და როგორ ხდებიან სკოლის მოსწავლეები, ცივსისხლიანი დამნაშავეები. მირიამ ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ამ დიდი რაღაც დაჯგუფების წევრებიდან რამდენიმე გიგას მკვლელობის გამო რადგან არის ციხეში, შარჩეს კიდევ რამდენიმე ინდივიდი, ვინც უნდა გასწორებოდა გიგას ყოფილ მოსწავლეს. ეს გიგას ყოფილი მოსწავლე იყო მარტივად მოსაძებნი, მოსაკვლევი. 16 წლის ბიჭი, რომელზეც ეკა კუპატაძე საუბრობს, გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლეა. მასწავლებლის მკვლელობიდან მალევე ის ნეონაცისტური დაჯგუფების მსხვერპლი გახდა. ხელწერა აქაც მსგავსია. ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებამ არასრულწლოვანი ჯერ სასტიკად სცემა, დააჩოქა, მობილურით ვიდეო გადაუღო და შემდეგ ჩანაწერი სოციალურ ქსელებში, მიზნობრივ ჯგუფში გაავრცელა. ამ ეპიზოდზე ნეონაცისტების ერთი ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. გიგა ავალიანის დედას აქვს ეჭვი, რომ ეს საქმე მისი შვილის მკვლელობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ჩვენ მანამდე გვითხრეს, რომ არის რაღაცა ფაშისტური დაჯგუფება დიდ დიღომში და ესენი შესაძლოა იყვნენ მისი წევრები, იმიტომ რომ ხელწერა აქვს ესეთი. ანუ გქონდა ამის შესახებ რაღაცა ინფორმაცია, გქონდა ეჭვები, მაგრამ არ გქონდა მიმღები. მე პირადად არ მქონდა მიმღებობა. იცით რა? არ მინდოდა რომ ეგეთი რაღაცა სადისტების ხელში ყოფილიყო ეს ჩემი შვილა სადისტურად მოკვდა. შინაგანად ვერ ვიღებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ის კადრები რომ ვნახე, მივხვდი რომ ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ესენი არიან მომავლის მკვლელები. ნეონაცისტებთან კავშირის ეჭვებს ამყარებს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ის ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც სხვებთან ერთად სწორედ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები ჩანან. ვიდეო კადრები დიდ დიღომში არის გადაღებული და სასტიკი ძალადობის არაერთ ეპიზოდს ასახავს. ესენი არიან ახსნებულები და ადრენალინის ამოჭკეფება აქვს და ხიბლობენ სიამოვნებას. როგორ სიამოვნებს? ეს არის რაღაცა ახალი მიმართულება, რაღაცა ახალი, ფიქრობ ამ სოციალურმა გარემომ და ამ ინტერნეტზე ასე უკონტროლოდ ხელმისაწვდომობამ ეს ბავშვები აქცია მოსტრებად. ისინი არიან მოსტრები, ისინი არიან ჩამოყალიბებული მკვლელები. საგამოძიებო ორგანოს ეს ჩანაწერები ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებში წაშლილი და განადგურებული დახვდა. კადრები აღადგინეს და გაირკვა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობაში მხილებული მოზარდები დიდ დიღომში, სწორედ ნეონაცისტური ხელწერით თავს ესხმიან მოქალაქეებს და უმოწყალოდ უსწორდებიან. გიგა ავალიანზე თავდასხმის მსგავსად ამ შემთხვევაშიც დანაშაულს მობილური ტელეფონებით იღებდნენ. ბრალდებულთა მშობლები ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან კავშირს გამორიცხავენ. გიგა ავალიანის გარდაცვალებას კი უბედურ შემთხვევად მოიხსენიებენ. დემეტრეს არავითარ მომზადებაში რა ბრალიც წაუყენეს, მონაწილეობა არ მიუღია. ამისი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს კონკრეტულად იმ ბრალში. ამას რაც შეეხება, კიდე ერთხელ ვამბობ, რაშიც არის ჩემი შვილი დამნაშავე,
დაედაისაჯოს. ჩვენ აქამდე იმიტომ ვიყავით ჩუმად და იმიტომ არ ვიღებდით ხმას რა პროცესიც მიდიოდა, შეუტყობინებლობა იყო და ალექსანდრეს ეს შემთხვევით უბედური შემთხვევა რაც მოხდა, ხმას არ ვიღებდით, ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ ვენდობოდით სრულად გამოძიებას. უბედური შემთხვევა იყო გიგავალიანის. არაბინ არ ლაპარაკობს და არაბინ არ საუბრობს ექიმების თემას, აბსოლუტურად ვერავის იდენტიფიკაციას იმ VOD-ზე ვერ მოახდენ, ტანსაცმლითაც კი ვერ მოახდინე იდენტიფიკაცია კონკრეტულად გიორგისი, დაგვიმტკიცონ რომ ეს ესე არის. აი, მოიტანონ და დაამტკიცონ რომ ეს ესეა. ის რის დამტკიცებასაც გიგავალიანის მკვლელობაში ბრალდებულთა მშობლები ითხოვენ, პროკურატურის ინფორმაციით უკვე უთხوارად არის დამტკიცებული. კურიერი პიესის ინფორმაციით საქმეში დევს ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. სხეულის და ხმის იდენტიფიკაციით დგინდება, რომ დიდი დიღმის ძალადობრივ სცენებში ფიგურირებს გიგავალიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული სამივე მოზარდი: საშკა გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი. ახლა ამას დავიტრი და იმინა. ეს ჩანაწერიც გიგავალიანის მკვლელობამდე ერთი დღით ადრეა გაკეთებული. კადრებში ჩანს, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი საშკა გაბაშვილი დანით და სხვა სახის იარაღებით პოზირებს. ჩანაწერში ის შეყვარებულის მასწავლებელზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ საუბრობს. ამის მიუხედავად ბრალდებულის მამა გიგავალიანის გარდაცვალებას არა მისი შვილის, არამედ ექიმების ბრალეულობას უკავშირებს. თქვენი შვილი იმ დღეს რომ არ მისულიყო გიგავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა თუ არა? რა თქმა უნდა და ამაზე მზად ვაგო პასუხი და ამ პასუხისგებლობას ვიღებთ. ჩემი შვილის ქმედებამ გამოიწვია გიგავალიანის აქცევა, მაგრამ იმის მერე რაც მოხდა სამავთყოფოში, აი ეგრევე ძალიან გთხოვთ ღრმად გამოიძიეთ რა მოხდა. ტყუილი არანაირი დაჯგუფების წევრები არ ყოფილა. ერთი კომენტარი მაქვს ამაზე. რა აკავშირებს გიგავალიანის საქმის ფიგურანტებს ნეონაცისტურ ქსელთან? ამის გასარკვევად დიდი დიღმის ძალადობრივი სცენების შევადარეთ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის საფუძველზეც მაშინ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე 20-მდე მოზარდი დააკავეს. მოტივი ხელწერა ჩაცმის სტილი და დანაშაულის ამსახველი კადრების გადაღება. ეს ის დეტალებია, რომელიც გიგავალიანის საქმეს ნეონაცისტებთან კიდევ უფრო აკავშირებს. თავად ბრალდებულები ამ დრომდე არც მასწავლებლის მკვლელობაზე საუბრობენ და არც ორგანიზებულ ქსელზე. ახლა ის ვიდეოები რო გითხრათ რომ გამოკვეთილია იქ რომელიმე პირის მონაცემი დაცვეს ყოფის მონაწილეობა მე მსგავსი ვერ ნახეთ. ამ ეტაპზე ის იყენებს ჩვენი რეკომენდაციითაც მათ შორის დუმილის უფლებას, როდესაც გავეცნობით მტკიცებულების შესაბამისად გადაწყვეტილებას და პოზიციას შემდეგ მივიღებდა დავწეროთ. ბრალდებულების ნეონაცისტების ქსელთან კავშირს იკვლევს პროკურატურაც. საგამოძიებო ორგანოში დაგვიდასტურეს, რომ საქმეში ბევრი უცნაური დამთხევაა. ის რომ ორგანიზებული ხასიათი ქონდა ამ ძალადობრივ ჯგუფებს, ის რომ არაერთჯერად ის ძალადობრივი ქმედებისთვის იყო ჩამოყალიბებული და ის რომ კონკრეტული ნიშნით არჩევდნენ მსხვერპლს და თვითონ დანაშაულის ჩადენის ხერხიც მიანიშნებს მსგავსებაზე ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე სხვა ძალადობრივ დაჯგუფებებთან. შესაბამისად უნდა დავადგინოთ იმ კონკრეტულ დაჯგუფებებთანაც ქონდათ თუ არა კავშირი და თუ მსგავსი გამოიკვეთება ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაცდით. რა აქცევს მოზარდებს მოძალადეებად? ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი კურიერი პიესთან ამბობს, რომ არასრულწლოვნების ნაწილი სხვისი დაჩაგვრით გარკვეულ წრეში აღიარების და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ეს მაშინ, როცა ამის დეფიციტს განიცდის ოჯახში, სკოლაში ან სპორტში. იქ ასეთ იდეოლოგიურ ჯგუფებში მათ აქვთ ხოლმე ოჯახის განცდა, გარკვეული როლი აკისრია. პლუს არის ძალიან ასეთი დაჯგუფებები ძალიან არის სოლიდარული, მხარდამჭერი და როდესაც მე სასტიკად ვიქცევი, იმიტომ რომ ეს ჩემი დაუმუშავებელი ტკივილი, ჩემი ემოციები არ აქვს მნიშვნელობა, ხო, საიდან მოდის ამ შემთხვევაში გამოვავლინე ამ ქცევაში, აგრესიაში ღებულობ აღიარებას იქიდან, შეიძლება გმირათაც შემრაცხონ. გიგავალიანის მკვლელობის საქმეში მხილებულ სამ მოზარდს ბრალი ჯგუფური ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზეც წარედგინა. ახლა ყველა ეს საქმე სასამართლოში ერთიანად განიხილება. მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ აპრილში გამოაცხადებს. მანამდე კი საქმეში შესაძლოა ახალი გვარებიც გაჩნდეს. ეს არის ის სამაჯური, რომელიც გარდაცვლილ გიგას გამოართვეს, ასე მარცხენა ხელში ეჭირა, გამოართვეს და გადმოიცეს პირდაპირ მე.
ეს არის აფხაზეთის ომის ფოტო, რომელიც 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილზე არის გადაღებული. ეს არის ერთი ფოტო და ერთი ისტორია, რომელსაც სამი გმირი ხავს. ჯარისკაცი, რომელმაც 1 წლის გოგონა გადაარჩინა, თავად ეს ბავშვი და ფოტოგრაფი, რომელმაც ეს სცენა ფირზე აღბეჭდა. ამ ადამიანებმა ერთმანეთი 33 წლის შემდეგ იპოვეს. მათთან ინტერვიუ კურიერი PS-მა ჩაწერა. ეს ერთი ფოტოა და ერთი ისტორია, თუმცა ომს, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, კიდევ არაერთი უცნობი გმირი ხავს. 14 დღიანი ურთულესი გზა, რომელიც დევნილებმა ჭუბერის გზით გამოიარეს, ფოტოკადრებად გოგა შარაშენიძემ აქცია. პარიამ შანშიაშვილის და ზურაბ ნერგაძის რეპორტაჟი. ჩემი ოჯახი სულ ამ სურათზე მელაპარაკებოდა. ეს მე ვიყავი ჯარისკაცთან ერთად, როცა გავიქეცით სოხუმიდან. ისტორია შემონახულმა ამ ერთმა წამმა ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ცხოვრება ალბათ სამუდამოდ შეცვალა. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ბავშვი და ჯარისკაცი ომმა წამიერად შეახვედრა და მერე სამუდამოდ დააშორა კიდეც. მათი გზები იმ გზაზე გადაიკვეთა და თან გაიყო, სადაც ადამიანები სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ. მაშინ როცა ათასობით ქალი, ბავშვი, კაცი, პატარა თუ დიდი კოდორის ხეობის გავლით ჭუბერის უღელტეხილზე მოდიოდა, ფეხით, სიცივეში, თოვლსა და წვიმაში, დიდ გაჭირვებაში. ომს გადარჩენილების ნაწილმა ამ გზას ვერ გაუძლო და დაიღუპა. უღელტეხილი იმდენად რთული გადმოსასვლელი იყო, რომ ადამიანები შიმშილით და სიცივით იხოცებოდნენ. მოდიოდნენ დაკარგული იმედებით და შეშინებული თვალებით, ყველაფერ დაკარგულები, მხოლოდ მოგონებებით. ამ გზაზე დედას მოჰყავდა გაგრაში დაბადებული ერთი პატარა გოგოც. მაშინ 1 წლისაც რომ არ იყო. როცა მათ ქალაქში ომი დაიწყო, ოჯახი მთაში გაიხიზნა. იმ ღამეს კოცონთან ისხდნენ და თბებოდნენ, როცა მათთან ერთი ჯარისკაცი მივიდა და უთხრა, რომ მეორე დღეს ვერტფრენი მიფრინავდა. აი, კარი სულ ტოლვილებით. ჩემო ბაბუამ შეხვდა ჯარისკაცს და ამ ჯარისკაცმა უთხრა, რომ ხვალ არისო ვერტფრენი, რომელიც წაიყვანს შენ პატარასო. მე მაგენს დავეხმარებიო, რომ ჩავეჯინო ამ ვერტფრენში. და იქამდე გზა იყო ძალიან შორს. დედიკოს უკვე აღარ შეეძლო სიარული, ძალიან დაღლილი იყო დედიკო და ამ კაცმა ამეყვანა მე ხელში და ეს იყო, რომ სურათი გადაიღო ფოტოგრაფერმა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ფოტოზე გამოსახული მებრძოლი სულხან წურწუმია. გოგონა კი ნინა ჯალიაშვილი. ის ახლა ემიგრაციაშია, ამერიკაში ცხოვრობს. სულ მაინტერესებდა ამ სურათზე სიმართლე გითხრა, ვინ იყო ეს ჯარისკაცი, რომ ცხოვრება მომცა. ნინას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა სულხანიც, თუმცა მისი გაცნობა ვეღარ მოასწრო. ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავის ოჯახს აველაპარაკე. ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი ფიქრობ სულ ამაზე, რომ როგორ გადავრჩი. ერთმა ქალმა დავიწერა ჩვენ Facebook-ზე. რამდენი ხანი გეძებდი, მე მგონი გიპოვეო, ეს ბავშვი შენ ხარო? ეს ქალი ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი იყო, რომელმაც ისტორიად ქცეულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები იპოვნა. მათ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. პატარა ბავშვისა და ჯარისკაცის ისტორიით თავდაპირველად ის დაინტერესდა. ომით საკუთარი თვალით ნახა. აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დროს ომის ისტორიებს აშუქებდა. რა აღარ უნახავს და გადახდენია, თუმცა ეს ფოტო მისთვის მაინც ყველასგან გამორჩეული და ემოციური აღმოჩნდა. აფხაზეთის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნახეს ამ ბავშვის და სულხანის ფოტო. ეს იყო საოცარი რეაქცია, რომ ეს ბავშვი ვიპოვეთ. ჩემთვის თავარი იყო, რომ ეს ფოტო გაცოცხლდა.
ეს შეჩერებული წამი ჭუბერის გზაზე ფოტოგრაფმა გოგა შარაშენიძემ გადაიღო. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული წუთები ფოტოკადრებად მან აქცია. ომზე ამეტყველებული ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ფოტოსურათების ავტორი ახლა ვანში ცხოვრობს და წლების შემდეგაც ომის ამბებს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს. ვერც მისიდა. ძალიან მძიმედ იხსენებს. სიმწიფით გადმოვიდნენ იქიდან. ეს ფოტოსურათი გადაიღეთ ჭუბერის უღელტეხილზე, როცა ადამიანები გადმოდიოდნენ. შემთხვევით გადაღებული კადრია თუ იცოდა ამ ჯარისკაცმა რო იღებდით? არა. გოგა, როგორ ახალ? თამრიკოვა. ომის დროს გოგა შარაშენიძე და თამარ მოლაშვილი ერთად მუშაობდნენ. ჯარისკაცისა და გოგონას ფოტოგრაფმა ჟურნალის საჩვენა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შემთხვევით ნახა ჯარისკაცის მეგობარმა ემზარ ხვიჩიამ და ამ ამბის შესახებ სულხანს უამბო. როცა გაიგო, მე შემთხვევით ისე გახარებული იყო. მამამისი ნახევრად აფხაზია. არ უნდოდა რომ აფხაზეთში მის ნათესავებს ენახათ რომ სულხანი ამ მხრიდან ომში მონაწილეობს. ძალიან კარგად გამოხატავს ქართველების უმრავლესობის პოზიციას იმ ომში. ის ომი არ იყო ვინმეს გასანადგურებელი ომი ჩვენი მხრიდან. ჩვენი ეს იყო ომი თვით გადარჩენისთვის ომი. მუშაობდა აი ჯართის შემგროვებელი მაშიც იყო. კაცო, ამისთვის ვიბრძოდიო რომ ვეტერანის უფლებების მოწმობა ავიღო. სულხან წურწუმიას ბიძაშვილი გვიყვება ჯარისკაცის გმირობის ამბებს. აი ესეთი კაცი იყო, აი სრულიად ანგარებისგან დაცლილი. 4 ქიმია გაუკეთეს. მეტი ვერ შეძლო. ფული არ ქონდა. მართალია ჯარისკაცმა და გოგონამ ერთმანეთის გაცნობა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ წლების შემდეგაც ეს ფოტო ალბათ გულგრილს ვერავის დატოვებს. უცვლელია ომის ამ ადამიანური ისტორიის მთავარი გმირების ემოციებიც, დრომ და წლებმა რომ ვერაფერი დააკლო. ნინას ოჯახი ომის დაწყებამდე გაგრაში ცხოვრობდა. ახლა ფლორიდაში ცხოვრობს, ისევ სანაპიროზე. ეფიქრება აფხაზეთზე, სადაც ცხოვრება ვერ მოასწრო. ფლორიდა ძალიან აგონებს ბებიას სოხუმს, იმიტომ რომ წყალთან ვართ და სითბოდ, ნატრება თავის მეგობრები, თავისი სახლი. მიყვება ისტორიებს, როგორი იყო ცხოვრება, რომელიც ძალიან კარგი იყო. კარგი. ერთმა ომგამოვლილმა ფოტოკადრმა იმაზე მეტი თქვა ომგამოვლილებზე, მათ ემოციებზე, პიროვნულ ღირსებებზე, ადამიანურ სიკეთეებზე, ვიდრე რომელიმე სიტყვა დაიტევდა. ერთი კაცის მიერ, ერთი გადარჩენილი ბავშვის ისტორია კეთილ ზღაპარს ჰგავს. ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთებში რომ იწერებოდა, იმედებით და თან სევდიანად. ზღაპარს, რომელსაც მაინც კეთილით დასასრული აქვს. მადლობა მარიამ შანშიაშვილს ამ ემოციური რეპორტაჟისთვის, იმ 300,000 იდევნილის სახელით, რომლებმაც დროებით აფხაზეთი დატოვეს, მათ შორის მეც. ახლა კი უნდა მოგიყვეთ კიდევ ერთი პროექტის შესახებ, რომელსაც ჩვენი არხი იწყებს. რუსთავი 2-ზე ნიღბების ღამე იწყება. ყველაზე დაძაბული, ხმაურიანი, მოულოდნელობებით სავსე თამაში, სატელევიზიო ვერსია. ამ პროექტში არის 9 მონაწილე, 2 ნიღბიანი და 7 პატიოსანი მოქალაქე. ვინ ამბობს ტყუილს და ვინ სიმართლეს, ეს თამაშის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი თავიანთი პატიოსნება მონაწილეებმა განსაზღვრულ დროში უნდა დაამტკიცონ. პირველ სეზონზე 9 ეპიზოდი იქნება, თითოეულ ეპიზოდს ეყოლება საუკეთესო მოთამაშე, რომელიც სუპერფინალში მიიღებს მონაწილეობას. ანი გენებაშვილი უფრო მეც მოგიყვებათ ნიღბების ღამის შესახებ. მაგიდა სათამაშო მოედანია. ყველა ეჭვმიტანილია. მთავარი იარაღი ინტუიცია და კარგი მეხსიერება. შემდეგ იწყება ლოგიკური მსჯელობა, სადაც ნდობა ყველაზე დიდი შეცდომაა.
სამაგიდო თამაშის სატელევიზიო ვერსიის დღე პარასკევია, მხოლოდ ჩვენს არხზე. რამდენიმე თვის წინ არაჩვეულებრივი გუნდი მოვიდა რუსთავიორზე და ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოხვდნენ ისინიც და ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებდით game shows იდეას და ბიჭებმა ეს game shows იდეა მოიტანეს. მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დაძაბულ პერიოდში, დაძაბულ მსოფლიოში ადამიანებმა სწორედ რუსთავიორის ეთერში იპოვონ თუნდაც ის 1 საათი, რომლითაც გამოეთიშებიან ყოველდღიურობას, გამოეთიშებიან რუტინას და დაისვენებენ და მიიღებენ სიამოვნებას. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდი. გადაცემა მას პინძლობს მათ, ვინც თქვენ გიყვართ. ავით შეცდომაში შეხვედით ახლა და ძალიან ცუდია, რომ ეს პატიოსანი ადამიანი გააგდეთ. ყველა გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს 9 ცნობილი ადამიანი, მაყურებლისთვის საყვარელი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და დიდი ამბავი დატრიალდება აქ მაგიდასთან, იმიტომ რომ მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ თუ ვინ იმალება ნიღბების უკან. საფინალო მაგიდაზე უკვე გათამაშდება ყველასთვის ძალიან სასიამოვნო პრიზები. სხვისი ქცევის ანალიზი, მონაწილეების ფსიქოპორტრეტის შექმნა ერთ დიდ თრილერად იქცევა. 2 ნიღბიანი, 7 პატიოსანი მოქალაქის პირისპირ. ძალიან გახარებული ვარ დავბრუნდით რუსთავიორზე ესეთი კარგი პროექტით, როგორც არის ნიღბების ღამე, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად მე-3, მე-4 წრეზე გახსოვდეს რას ლაპარაკობდა, თქვა პირველი ნომერი პირველ წრეზე, იმიტომ რომ ეს გაძლევს შენ მინიშნებას, რომ საბოლოო ჯამში ამოიცნო, ვინ თამაშობს ნიღბის ქვეშ. თავარი არის ყურადღება, კონცენტრაცია, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს იმ ადამიანს, ვინც კარგად თამაშობს ამ თამაშს. დანარჩენი ვნახოთ, ფიქრობ, ძალიან კარგად არიან მომზადებულები, მოსული, შენ უკვე დაიწყო თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაგიდასთან არ დაწყდა, უკვე ერთმანეთთან ისეთ ლაპარაკები მიდის, რომ ხვდები, რომ ყველა ბოლომდე გადატენილია იმისთვის, რომ კარგად ითამაშოს და ყველა წარმატებას უსურვებს. გადაცემის ჩაწერამდე რამდენიმე წუთი რჩება. მონაწილეობაზე დათანხმდნენ, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იციან, რა სტრატეგიით მოუწევთ ბრძოლა. მე მირჩევნია ვიყო პატიოსანი მოქალაქე, იმიტომ რომ არ მომიწევს თამაში ეს ერთი, ანუ შენიღბვა და მეორე ძალიან მაინტერესებს გამოცნობა, დაკვირვება მიყვარს ძალიან და ჩემთვის ეს ბევრად უფრო აზარტულია, რომ გამოვიცნო ვინ იქნება ნიღბიანი. დიდი იმედი მაქვს, რომ პატიოსანი მოქალაქე ვიქნები, რადგან მგონია, რომ ასე თამაში უფრო მარტივი იქნება დამწყებისთვის ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ნიღბის ქვეშ. თუ ვიქნები ნიღბიანი, შევეცდები, რომ დავარწმუნო ჩემი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეები, რომ არ ვარ ნიღბიანი და ვარ პატიოსანი მოქალაქე, არ ვიცი ეს რამდენად გამომივა და როგორ შევინიღბები რეალურად. მაგრამ საინტერესო გამოწვევა. მოდი ასე შევხედოთ პოზიტიურად. არ ამგონია რომ მაინც და მაინც ახლა ვარსკვლავები მოვწყვიტო ამ თამაში, მაგრამ შევეცდები რომ მაქსიმალურად ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო ამ თამაშისა. მსოფლიო სამაგიდო თამაშის იდეა ტრანსფორმირდა. სატელევიზიო პროექტად იქცა. პრემიერა რუსთავიორზე მალე შედგება. ვცდილობთ რომ არ გავცდეთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს, რაც ვამცნეთ საზოგადოებას ზაფხულში, რომ ეს არის ახალი არხი დიდი ისტორიით და ყველა გადაცემა, ყველა პროექტი, ყველაფერი, რასაც რუსთავიორის ეთერში მაყურებელი ხედავს, არის დაღდასმული აი ამ კონცეფციით, რომ ეს არის ახალი, ოღონდ დიდი ისტორიით. საუკეთესოები გამარჯვებისთვის სუპერფინალში იბრძოლებენ. ახალი პროექტი დიდი ისტორიის მქონე არხზე. ახლა უკვე შენიღბული. კარგად ნაცნობი სახეების მონაწილეობით ძველი თამაშის ახლებურ ვერსიას მაყურებელი ყოველ პარასკევს 10 საათზე ნახავს. კურიერი პიესი ამით დასრულებულია, ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო კვირას საღამოს 9 საათზე. არ გადართოთ, დარჩით რუსთავიორზე, რამდენიმე წუთში თომა ჩაგელიშვილის ღამე მუზეუმში დაიწყება. დროებით. ნახვამდის.